როდის წარადგენს ფასები კომისიის დასკვნას, როგორ აპირებს პროდუქციის გაიაფებას, ამ და სხვა თემებზე გიყვებით რამდენიმე წუთში. Demo Vizi არის ტრენდიული Turkish Airlines-ი ხვალიდან უცხოურ პლატფორმებზე ლარში გადახდისას 1.9%-იან საკომისიო ჩამოგაჭრიან. Საქსტატის მონაცემებით იანვარ-მარტში ექსპორტი 23%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 7.2%-ით შემცირდა. Galten Tagartielis რომ საქართველოს სავალუტო რეზერვები 2026 წლის ბოლოსთვის 7 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება. Financial Times-ის ცნობით 35 მილიარდი ევრო სანაცვლოდ ევროკავშირი უნგრეთის სახელმთავრობას პირობებს წაუყენებს თანხის მისაღებად უნგრეთმა 27 პირობა უნდა შეასრულოს, მათ შორის ანტიკორუფციული ზომების გატარებაც უნდა განახორციელოს. მოგესალმებით, ეს BMG რეგიონის წამყვანი ბიზნეს მედია სააგენტო საქმიანობებს BMG-ს გუნდთან ერთად ნინო ტაბატაძე წარმოგიდგენთ. გადავდგამთ ისეთ ნაბიჯებს, რომელიც დანერგვისთანავე მოახდენს გავლენას ბაზარზე. ფასების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე საქმის კურსთან ამბობს, რომ ბაზრის შესწავლის და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილების საფუძველზე თვის ბოლოს საქართველოს მთავრობას რეკომენდაციებს წარუდგენენ, თუ სად და როგორ ხედავს პარლამენტი სამხმარებლო ფასების შემცირების რესურსს. კომისიას მიაჩნია, რომ კომერციული ურთიერთობები გარკვეულ ჩარჩოში უნდა მოიქცეს. შოთა ბერეკაშვილის განცხადებით, იარსებებს ორგანო სავარაუდოდ კონკურენციის სააგენტოს სახით, რომელსაც ეკრება მანდატი მონიტორინგი გაუწიოს იმ ქსელურ მარკეტებს, რომლებსაც განსაკუთრებით დიდი გავლენა აქვს ბაზარზე. მიგვაჩნია, რომ სექტორის გამჭვირვალობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესებს ბიზნეს პროცესებს, აცხადებს ფასების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე. საბოლოო დასკვნის მომზადებამდე კომისიის ფარგლებში მომავალ კვირას პარლამენტში უკვე ნავთობპროდუქტების იმპორტიორ კომპანიებს მოусმენენ. Ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ სექტორში არის დამატებითი ხარჯები, რადგან კონკრეტული სუბიექტები, ასე რომ ვთქვა, თავის უპირატესობას, ძალაუფლებას, რომელსაც გაქვს ურთიერთობის ძალაუფლებაში გადაჭარბებული ძალა, თავის სასარგებლოდ იყენებს და ჩვენ თუ ამას გავასწორებთ, ავაჩასაგებ პროცესს, გავხდით უფრო კონკურენტულ არიან სექტორს, ჩვენ მივიღებთ, რომ ის დამატებითი ფინანსური ხარჯები, რომელიც აწვებოდა ჯარში არსებული მეორე და მესამე გოლის, ამ შემთხვევაში მხედველობაში მაქვს დისტრიბუცია, წარმოება და იმპორტიორები, აღარ შეიქმნება დამატებითი ხარჯი, ეს თავისთავად აღარ დააწყობა ერთეულის მიღებულებას, რადგან საბოლოო ჯამში, როდესაც გაქვს ურთიერთობის ასიმეტრია და განსაკუთრებით ფინანსური უფრო მეტი გადაჭარბებული ძალა, აქ ყოველთვის ხდება იმის თუნება, რომ ამა თუ იმ სუბიექტად თავის სასარგებლოდ გამოიწვიოს და ეს რომ არ მოხდეს, ჩვენ ვფიქრობთ, რომ კარგი იქნება თუ იარსებობს ასეთი ორგანო, რომელიც მონიტორინგს გაუწევს ამ ურთიერთობებს და სადაც გადაჭარბებაა და დარღვევაა, ამ დავების გახილვა შესაძლებელი გახდება, რომ პროცესები გაჯანსაღდეს. პარლამენტმა შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში მორიგი ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვა დაიწყო. დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე განმარტავს, რომ ერთი თვის წინ ამოქმედებულ შრომითი მიგრაციის კანონში ცვლილებების შეტანა მთელი რიგი პროცედურული პრობლემების გამოსწორების გამო ხორციელდება, რომელიც ბიზნესთან კომუნიკაციაში გამოიკვეთა. საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით შრომითი ნებართვის მოპოვება აღარ მოუწევს სრულად დისტანციურად მომუშავე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს და მოკლევადიანი პროფესიული საქმიანობით დაკავებულ პირებს. ამასთან კანონის მოქმედება აღარ გავრცელდება იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეზე, რომლებიც სახელმწიფო საწარმოებს ემსახურებიან. კანონი აღარ ავალდებულებს შრომითი ნებართვის აღებას პირველი, მეორე და მესამე კატეგორიის საწარმოს დირექტორებსაც. ბიზნესიდან კომუნიკაციაში აღმოჩნდა რიგი, ასე რომ ვთქვათ, პროცედურული ასე რომ ვთქვათ, პრობლემები, რომელიც გასწორება ხდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საკითხები წყდებოდეს სწრაფად, განსაკუთრებით ბიზნესისთვის, რადგან ბიზნესის დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და ეს ცვლილებები მართულია სწორედ იმისკენ, რომ იმ ნაწილში, სადაც გამოხატულია შრომითი რესურსის დეფიციტი, რომ პროცესები დაჩქარდეს და გამონაკლისები დაუშვათ, ამ მიმართულებით, რომ ბიზნესის ფუნქციონირება იყოს უწყვეტი. და მეორე მხრივ იმ ნაწილში, სადაც მიწოდება გადაჭარბებულია, ჩვენ დავიცვათ ადგილობრივი შრომითი რესურსი. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, საქართველოს ირანის ომიდან მომდინარე ახალ გეოპოლიტიკურ შოკს მომზადებული შეხვდა. ნათია თორნავა ამბობს, რომ შოკი გადაეცემა გლობალურ ეკონომიკას და ნაწილობრივ საქართველოსაც, თუმცა საქართველოს აქვს კარგი პოზიცია, ძლიერი ეკონომიკური ზრდა, რეზერვები და კარგი ფისკალური ვითარება. ამ შესახებ სების პრეზიდენტმა ვაშინგტონში განაცხადა, სადაც საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრები დაიწყო. საგაზაფხულო შეხვედრებისას განიხილება გლობალური მნიშვნელობის საკითხები, მათ შორის მსოფლიო ეკონომიკის პერსპექტივები, სიღარიბის
იცვლება კიბერუსაფრთხოება და ფინანსური ტექნოლოგიები. ჩვენ რასაკვირველია გვექნება საუბარი საქართველოს ეკონომიკაზე, მის ბოლო მდგომარეობაზე, მის მედეგობაზე, მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე, ინფლაციის მართვაზე. ასევე, რა თქმა უნდა, ისეთ დროს ხდება შეხვედრა, როდესაც ყველას აწუხებს ახალი გამოწვევა, ახალი გეოპოლიტიკური დაძაბულობა ირანთან დაკავშირებით, რაც გადაეცემა გლობალურ ეკონომიკას და სავარაუდოდ ნაწილობრივ მაინც გადაეცემა საქართველოს ეკონომიკას, მაგრამ კარგი არის, რომ ჩვენ მართლაც მომზადებულები ხდებით ამ ახალ შოკს, იმიტომ რომ გვაქვს საკმაოდ მაღალი საერთაშორისო რეზერვები, ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, გვაქვს ძალიან კარგი ფისკალური მდგომარეობა, გვაქვს საკმაოდ ძლიერი ეკონომიკური ზრდა, თუმცა გამოწვევა არის სახეზე და აქედან გამომდინარე ძალიან დროულია ეს შეხვედრები, იმიტომ რომ სხვადასხვა ქვეყანა გაგვიზიარებს თავის გამოცდილებას, საერთაშორისო სავალუტო ფონდი ასევე საკუთარ ხედვას და ერთობლივად შევძლებთ რომ იმსჯელოთ რა არის საუკეთესო დახვედრა ამ ახალი გამოწვევების. საუბარი გვექნება ერთის მხრივ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მიმდინარე თანამშრომლობის პერსპექტივებზე, ასევე მსოფლიო ბანკთან საუბარი გვექნება იმ პროექტებზე, რომელიც არის მიმდინარე საქართველოში, ასევე სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებზე, რომელიცაც აქვს საკმაოდ ეს ვთქვათ ამბიციური მიზნები. ამ მიმართულებით ჩვენ ვაგრძელებთ როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, ასევე მსოფლიო ბანკთან ძალიან აქტიურ თანამშრომლობას. ერთკვირიანი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ამერიკული საინვესტიციო კომპანიების JP Morgan-ისა და Bank of America-ს წარმომადგენლებთან, რომელთაც საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს გააცნობენ. ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ უცხოელი საინვესტიციო კომპანიებში საქართველოს მიმართ მაღალი დაინტერესება, რაც გამოჩნდა კიდეც ევრობონდების ემისიის დროს. გვექნება რამოდენიმე შეხვედრა ინვესტორებთან, ეგრეთ წოდებული roadshow, რასაც ყოველთვის ვატარებთ ფინანსთა სამინისტროსთან ერთად, როდესაც კი გვიწევს საერთაშორისო პლატფორმაზე ყოფნა, მოუყვებით საქართველოს ეკონომიკაზე. ეს ის ინვესტორებია, ვინც გლობალური ინვესტორები, დიდი ფონდები, ვინც უკვე წარმოდგენილია ჩვენს ბაზარზე, ასევე ახალი ინვესტორებიც. საქართველოს მიმართ საკმაოდ მაღალი ნდობა არსებობს და გვინდა რომ ჩვენი პრეზენტაციით ეს ნდობა კიდევ უფრო მეტად განვამტკიცოთ. ძალიან აქტიური არის საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიები საქართველოს ეკონომიკასთან მიმართებაში, მათ აქვს საკმაოდ დიდი დაინტერესება, რაც გამოჩნდა ასევე უახლოესი ევრობონდის გამოშვებისას, ასევე დიდი დაინტერესება გამოჩნდა ადგილობრივი ფასიანი ქაღალდების გამოშვებისას. უცხოელმა ინვესტორებმა ლარში ნომინირებულ სახელმწიფო ფასიან ქაღალდებში საკუთარი დაბანდებები გაზარდეს. ეროვნული ბანკის მონაცემებით არარეზიდენტებს 2026 წლის პირველი კვარტალის ბოლოსთვის სულ 492 მილიონი ლარის სახაზინო ობლიგაციები ეკუთვნოდათ, რაც წლიურად 355 მილიონი ლარით, ანუ 360%-ით არის გაზრდილი. არარეზიდენტების დაბანდებები საქართველოს მთავრობის ფასიან ქაღალდებში 2025 წელს შემცირდა, თუმცა 2026 წლიდან ლარის ფასიან ქაღალდებში ინვესტიციები მნიშვნელოვნად გაიზარდა. იანვარში 441 მილიონ ლარამდე, თებერვალში 487 მილიონ ლარამდე, ხოლო მარტში 492 მილიონ ლარამდე. უცხოელი ინვესტორების მიერ ლარის სახელმწიფო ობლიგაციების ფლობა პირდაპირ არის დაკავშირებული გლობალურ საფინანსო ბაზრებზე საქართველოს ეკონომიკის და ლარის მიმართ ინტერესთან. აღნიშნული პარამეტრი წარმოადგენს ინდიკატორს, რომელიც აჩვენებს თუ რამდენად არიან დაინტერესებული უცხოელი ინსტიტუციური ინვესტორები ლარში ნომინირებულ აქტივებში ინვესტირებით. ლარში ნომინირებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზრის მთლიანი მოცულობა კი 11 მილიარდ 600 მილიონ ლარს შეადგენს. საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, ამავე სამინისტროს მიერ ნომინირებული ერთი დამოუკიდებელი წევრი და ფინანსთა მინისტრის მოადგილე იქნებიან. ამის შესახებ მთავრობის დადგენილებაშია ნათქვამი. დოკუმენტის მიხედვით სააგენტო საწარმოის საქართველოში რეორგანიზაციის შედეგად დაფუძნებული კორპორაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრების დანიშვნა ქონების სააგენტოს დადგენილების ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში დაევალა. ამასთანავე ქონების სააგენტოს ევალება უზრუნველყოს აწარმოის საქართველოში ბალანსზე რიცხული ქონების სრულად გადაცემა კორპორაციისთვის და შესაბამისი უძრავ მოძრავი ქონების კორპორაციის კაპიტალში შეტანაც. შეგახსენებთ, რომ მთავრობა ახალ ინსტიტუტს საქართველოს ეკონომიკური განვითარების კორპორაციას აფუძნებს. ახალი უწყება სააგენტო საწარმოის საქართველოში ბაზაზე იქმნება. კორპორაციაში განხორციელდება რამდენიმე, მათ შორის საქართველოს განვითარების ფონდის ფუნქციების შეწყმაც.
საქართველოში აზერბაიჯანული გაზის ექსპორტი გაიზარდა. ქვეყნის ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებით 2026 წლის იანვარ-მარტში აზერბაიჯანში ბუნებრივი აირის წარმოება 12 მილიარდ 600 მილიონი კუბური მეტრი შეადგინა, რაც 2025 წლის ანალოგიური პერიოდის ტოლია. აქედან ექსპორტზე 6.5 მილიარდი კუბური მეტრის მიწოდება მოხდა. ამ შემთხვევაში 2025 წლის პირველ კვარტალთან შედარებით ზრდა 8%-ია. უფრო კონკრეტულად 2026 წლის პირველ კვარტალში ევროპაში 3 მილიარდი კუბური მეტრი აზერბაიჯანული გაზის მიწოდება განხორციელდა. თურქეთში 2.4 მილიარდი კუბური მეტრის 14%-ით გაიზარდა. საქართველოში აზერბაიჯანული გაზის მიწოდება სულ სამ თვეში საქართველომ 800 მილიონი კუბური მეტრი აზერბაიჯანული გაზი მიიღო. სირიამ კი 2.3 მილიარდი კუბური მეტრი. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში თურქეთში ტანაპის მეშვეობით 1.5 მილიარდი კუბური მეტრი გაზი იქნა ტრანსპორტირებული. ბრიტანული გამოცემა Financial Times-ი წერს, რომ ევროკომისიამ უნგრეთის არჩევნებში გამარჯვებულ ოპოზიციური პარტიის ლიდერს პეტერ მადიარს 35 მილიარდი ევროს განსაბლოკად 27 პირობა წაუყენა. გამოცემა წერს, რომ თანხის მისაღებად უნგრეთმა სწორედ 27 პირობა უნდა შეასრულოს, მათ შორის ანტიკორუფციული ზომების გატარებაც არის, ასევე ორბანის 16 წლიანი მმართველობის პერიოდში იმ გადაწყვეტილებების გაუქმება, რომელიც ევროკავშირის წესებს ეწინააღმდეგება დაწყებული თავშესაფრის მაძიებლების მიმართ მოპყრობიდან, ასევე აკადემიური თავისუფლებით დამთავრებული. გამოცემა ასევე წერს, რომ ევროკომისიის ოფიციალური პირები მადიართან და მის გუნდთან სწრაფი მოლაპარაკებების იმედს იტოვებენ, რათა გამოსავალი მოიძებნოს იმ ჩიხური ვითარებიდან, რომელიც უნგრეთის მიერ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობამ გამოიწვია. შეგახსენებთ, რომ 12 აპრილს გამართულ არჩევნებში უნგრეთის ოპოზიციურმა პარტიამ ტისამ, რომელსაც პეტერ მადიარი ხელმძღვანელობს, ვიქტორ ორბანის ფიდესი დაამარცხა. ამით უნგრეთში ორბანის 16 წლიანი მმართველობა დასრულდა. საქმის კურსი ამით დასრულებულია. ეთერში ბრუნდებით 15 საათს და 30 წუთზე დროებით.